მე მინდა მადლობა უთხრა მესაზღვრეებს, მაგალითად, წყალმომარაგების სპეციალისტებს, ელექტრიკოსებს, ტრანსპორტის მძღოლებს, კომუნიკაციების გაყვანილობების სპეციალისტებს, მუშებს, სასწრაფოს ექიმებს, ექთნებს, სოფლის ექიმებს, ბაღის აღმზრდელებს, მეხანძრე მაშველებს, ჯარის თანამშრომლებს და ჯარისკაცებს, პოლიციის რიგით თანამშრომლებს, ფერმერებს, სოფლის მეურნეობაში მყოფ ადამიანებს მადლობა მინდა უთხრა, კურიერებს მადლობა მინდა უთხრა მათი დაუფასებელი და მძიმე შრომისთვის, პოსტალიონებს, პოსტის თანამშრომლებს, მოლარე კონსულტანტები ვახსენეთ ცოტა ხნის წინ და აფთიაქის მოლარეებიც და რა ვიცი, კეთილსინდისიერ ბანკირებსაც უთხრათ, მოდით მადლობა. გზის მუშებს, ჟურნალისტებს, კეთილსინდისიერებს, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, კულტურის სფეროში დასაქმებულებს, მუზეუმების მუშაკებს, მათ შორის საგანძურების მცველებს, ვინც აქამდე მოგვიტანეს ჩვენი საგანძური და ახლაც თავგამოდებით იბრძვიან ამ საგანძურის დასაცავად. შეზღუდული შესაძლებლობების პირების დაფასება არის, არ არის სამწუხაროდ. მოხუცთა მომვლელების, ვეტერანები, მთლიანობაში პენსიონერები, მაშველები, თქვი უკვე მასწავლებლები, მეეზოვეები, მეშახტეები, სიცოცხლის რისკის ფასად შრომობენ და მუშაობენ ოჯახების შესანახად და აგრეთვე ეკონომიკაში თანხის შემოსატანად აკადემიკოსებს, სასულიერო პირებსაც კი მისვდნენ, მათი დაუფასებლობაც არის, არა და როგორი მძიმეა სასულიერო პირის ცხოვრება, ეს ყველამ უნდა იცოდეს. მეცნიერებს, მკვლევარებს, ხო, უამრავი სპეციალობაა და დაამატეთ და გვიკავშირდით. თუ გამომრჩა ვინმე და გამომრჩა ბევრი.